მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფიტოსანიტარიულ საკითხებზე სასტუმრო ბომონდ გარდენში მსჯელობენ. ორდღიან სემინარზე ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების, ფიტოსანიტარიული მონიტორინგის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის საკითხებს განიხილავენ. ასევე მსჯელებენ ამერიკული პეპლის, იტალიური კალიის, ხეხილის, ხორბლისა და თხილის მავნებლებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებებზე. ტრეინინგი დაფინანსებული და მხარდამჭერილი არის CID პროექტის მიერ. ეს გახლავთ ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ზოგადად ეს პროგრამა ემსახურება საქართველოს კანონმდებლობის მიახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. განხილული კონკრეტული საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების ფიტოსანიტარული კონტროლი, შემოწმება, დახედვა და შემდეგ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაფორმება, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ დოკუმენტს, რათა შეუფერხებლად შეაღწიოს მცენარეულობა პროდუქცია ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე. გარდა ამისა, ეს განხილული იქნება პესტიციდების გამოყენების კონკრეტული საკითხები.